პალესტინელები ქალაქ ღაზას ტოვებენ. ისრაელის ოპერაციის დაწყებამდე მოსახლეობა ღაზის სექტორის ყველაზე დიდ ქალაქს და მის შემოგარენს ცლის და სამხრეთისკენ მიემართება. მათი უმრავლესობა მრავალჯერ იძულებით გადაადგილებულია. საკუთარი სახლების დატოვება არ სურთ, მაგრამ სხვა გზა არ არის, რადგან როგორც ისრაელის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, ახალი სამხედრო ოპერაციის დროს შესაძლოა ქალაქი სრულად განადგურდეს. უკვე მე-10 შემთხვევაა, რაც სახლის დატოვება გვიწევს. სამხრეთისკენ მივდივართ. დღეს ცეცხლი გაგვიხსნეს და გვითხრეს წადით. საშიშ ადგილას ხართ. წასვლა არ გვინდა, მაგრამ იძულებულები ვართ წავიდეთ. ვერც დასავლეთში და ვერც სამხრეთში ადგილი ვერ ვიპოვეთ. რთული ვითარება, არ ვიცით სად მივდივართ. პირველად მივდივარ სამხრეთში და არ ვიცი სად წავიდე. ისრაელის სამხედრო ბროშურებს, ჭურვებს და ასაფეთქებელ მოწყობილობებს ხრის საშინელება. ჩემი პატარა ქალიშვილი მეუბნება, მამა, არ მინდა ტანკების ნახვა, საშინელება. იძულებული გავხდი წავსულიყავი უკვე მეორედ. სამხრეთში ვიყავი, მერე ღაზაში დავბრუნდი, ახლა კი ისევ უკან მივდივარ. ვერ აღვწერ ჩემს გრძნობებს, იმ სევდასა და ტკივილს, რასაც განვიცდი. მათი ნაწილი სამხრეთში უკვე ჩავიდა. ცენტრალურ ქალაქებში, დეირ-ალ-ბალაღსა და ზავაიდაში კარვებია გაშლილი. ადამიანის უფლებადამცველი ჯგუფები დიდი ხანია აცხადებენ, რომ 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაწყებული ომი ღაზაში ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევდა. განსაკუთრებით ტერიტორიაზე ისრაელის მიერ საკვებსა და სამედიცინო მარაგების შეტანაზე დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით. ისრაელი ამ დრომდე უარყოფს მონაცემებზე დაფუძნებული მასობრივი შიმშილის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, ამას აშკარად ყუილს უწოდებს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობები შეჩერებულია, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ღაზას შემოგარენში ისრაელის სახმელეთო ჯარები უკვე იმყოფებიან, ოპერაციის დაწყება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი, ასობით 1000 მშვიდობიანი მცხოვრებით დასახლებულ ტერიტორიაზე. გაეროს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თანახმად, ოპერაცია კიდევ უფრო გაამწვავებს ალყა შემორტყმულ ტერიტორიაზე არსებულ ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისს. ღაზას 2 მილიონზე მეტი მცხოვრების უმეტესობა უკვე რამდენჯერმე გახდა იძულებით გადაადგილებული. ტერიტორიის დიდი ნაწილი კი ნანგრევებადაა აქცეული. ამასთან ბევრი ისრაელელი შიშობს, რომ ქალაქზე თავდასხმამ შესაძლოა ჰამასის ტყვეობაში მყოფი, ჯერ კიდევ ცოცხალი 20 მძევლის სიცოცხლით შეიწიროს.